ისრაელი აგრძელებს დახმარებას კოლუმბიის მიწისძვრის შემდეგ და ახლა დამატებით აგზავნის 5 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს სამედიცინო აღჭურვილობით. მაშინ როცა ისრაელის ერთობლივი სამაშველო და ჰუმანიტარული მისია უკვე 1 კვირა იმყოფება ქვეყანაში. 80 კაციანი მისია ამჟამად ყველაზე დიდი მოქმედი ჯგუფია კოლუმბიაში, რადგან ქვეყანა ცდილობს აღდგენას განადგურების შემდეგ. ისრაელის დახმარება კიდევ ერთი ნიშანია ქვეყნებს შორის ახლად ჩამოყალიბებული მტკიცე ურთიერთობისა, რადგან იერუსალიმა და ბოგოტამ ახლა ასევე შეთანხმდნენ ორმხრივ ვიზების გაუქმებაზე 1 სექტემბრიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენთან ერთად არის ისრაელის ახალი ელჩი კოლუმბიაში ვივიენ აიზენი, რომელიც ბოგოტადან გვიან გვერდდება. ელჩო აიზენ, ძალიან გვიხარია რომ ჩვენთან ხართ i24 News-ზე. გმადლობთ. გმადლობთ მოწვევისთვის, საღამოშვიდობისა. მოდით დავიწყოთ დახმარების ძალისხმევით. როგორ მუშაობდნენ ისრაელის ჯგუფები და როგორ მოახდენს ეს ახალი სამედიცინო მარაგების პარტია რეალურ ცვლილებას ადგილზე? ისრაელის ჯგუფი უკვე 1 კვირაა, რაც კოლუმბიის ჯგუფს მხარს უჭერს. მათ თითქმის დაასრულეს მსხვერპლთა გადარჩენის პირველი ეტაპი. ეს დღეს დასრულდება. და არის სამუშაოს კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც უფრო შენობებთანაა დაკავშირებული, შენობების შემოწმება. და თუ ისინი სტაბილურია და თუ ადამიანები შეძლებენ დაბრუნდნენ და იცხოვრონ მათში, საავადმყოფოებში, სკოლებში და ასე შემდეგ, ამ ნაწილს კვირას დაასრულებენ. და იმ თვითმფრინავით, რომელიც მათ ისრაელში დასაბრუნებლად ჩამოიხვანს. ჩვენ კიდევ 5 ტონა დახმარებას ვაგზავნით, რომელიც დაემატება იმ დახმარებას, რაც იმ თვითმფრინავით ჩამოვიდა, რომელმაც სამაშველო ჯგუფი აქ ჩამოიხვანა. და ალბათ ამას დაემატება მესამე დახმარებაც, რომელიც აქ ბოგოტაში გაკეთდება, იმ პროდუქტებით, რომლებსაც აქ ბოგოტაში, კოლუმბიაში შევიძენთ. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა, რასაც ეს სამაშველო ჯგუფები ასრულებენ. როგორ მიიღო კოლუმბიამ ეს ჯგუფი? რადგან თქვით, რომ ისინი უშუალოდ კოლუმბიის სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობენ. ისინი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით მუშაობენ. მათ ძალიან კარგად მიიღეს მათ მოაქვთ ტექნოლოგიები და ექსპერტიზა, რაც აქ კოლუმბიაში არ არსებობს. და ის სამუშაო, რაც შესულდა, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია კოლუმბიის ხალხისთვის. მათ შეძლეს ბევრი მსხვერპლის გადარჩენა და მათ აქვთ სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს დრონებს, რაც მათ საშუალებას აძლევს იპოვონ მსხვერპლები შენობებში, რომლებიც ჩამოინგრა. საოცარია, რომ ხედავთ ისრაელის ექსპერტიზის გამოყენებას მსოფლიოს სხვა ნაწილებში. ელჩო აიზენ, თქვენ რას გვეტყვით? როგორ მიგირეს კოლუმბიაში? მინდა ვთქვა, რომ თქვენი პირველი სამუშაო დღე საელჩოში მხოლოდ 2 დღის წინ იყო. რა არის თქვენი პირველი პრიორიტეტი ამ ახალ როლში? რა თქმა უნდა, ყველაფერი ცოტა ქაოტურია, იმ ყველაფრის გამო რა ხდება, ასევე იმიტომ, რომ მთავრობა ძალიან დაკავებულია და ეს მიწისძვრის შედეგებზე რეაგირებით, ასე რომ ცოტა ქაოტურია, მაგრამ მე ძალიან თბილად მიმიღეს, გძნობ კოლუმბიელი ხალხის სითბოს, ვძნობ რომ ისინი ნამდვილად ელიან ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავებას და ჩვენ ამისთვის ვიმუშავებთ. დიდი სიამოვნება აქ ყოფნა. ძალიან კარგი ხალხია და ძალიან თბილები არიან. ეს საოცარია მოსასმენად. და როცა ამ ორ ხალხს შორის ურთიერთობებზე საუბრობთ, როგორ დაეხმარება ვიზის მოთხოვნების გაუქმების გადაწყვეტილება ამ კარგი ურთიერთობების გაგრძელებას და გაძლიერებას, განსაკუთრებით ისრაელისა და კოლუმბიის მოქალაქეებს შორის? თავდაპირველად, სულ თავიდანვე ჩვენ გქონდა მინიმუმ 3 თემა, რომელზეც გვინდოდა საუბარი დასაწყისშივე. ერთ-ერთი იყო ვიზები, რომელთა გაუქმებაზეც საბოლოოდ გუშინ შევთანხმდით და ისინი 1 დეკემბრიდან გაუქმდება. მეორე თემა, რომელიც ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ისრაელისთვის ქვანახშირის ექსპორტის აკრძალვის გაუქმება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც წინა მთავრობის დროს იქნა მიღებული და ეხლა მთავრობის პირველი კვირის განმავლობაში გაუქმდა. და მესამე რამ, რაც წინა მთავრობის დროს საფრთხის ქვეშ იყო, არის ჩვენი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც 2013 წელს გაფორმდა, ამოქმედდა, განხორციელდა 2020 წელს. მაგრამ შემდეგ ახალი მთავრობის მოსვლასთან ერთად რეალური საფრთხე გაჩნდა, რომ ის გაუქმდებოდა. წინა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გააუქმებდა სავაჭრო შეთანხმებას. მაგრამ საბოლოოდ მათ უნდა გაეკეთებინათ ეს, რადგან შიდა რეგულაციების გამო კონგრესში უნდა ჩატარებულიყო კენჭისხრა, რომელიც არასდროს ჩატარებულა.
ამიტომ სავაჭრო შეთანხმება კვლავ ძალაშია. ეხლათი საჭიროა დიალოგები ინსტიტუტებსა და მთავრობებს შორის, რათა გადაწყდეს რა ტიპის პროდუქტები იქნება ამ სავაჭრო შეთანხმების ნაწილი, იმისთვის რომ გაუმჯობესდეს დაწესებული გადასახადების პირობები. და მე მჯერა რომ ეს იქნება დიდი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების შორის ვაჭრობის გასაზრდელად, მეტი ინვესტორის მოსაზიდად კოლუმბიაში და კოლუმბიის ეკონომიკის, ისევე როგორც ისრაელის ეკონომიკის გასაძლიერებლად. ეს საკმაოდ დიდი ცვლილებაა პეტროს მთავრობის გასული წლის პოლიტიკასთან შედარებით. როდესაც ამ ახალ გადაწყვეტილებებზე საუბრობთ, რა არის თქვენთვის მთავარი გამოწვევები ამ როლში შესვლისას და ამ ურთიერთობების ნულიდან აღდგენის პროცესში? დიახ, ვითხოვდი რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის ნარატივებია, რომლებიც ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს. წინა მთავრობის დრო, ეს რამდენიმე წელი და მას შემდეგ რაც დაიწყო ომი ღაზაში 7 ოქტომბრიდან, ბევრი ძალიან ბოროტი ნარატივი ისრაელის წინააღმდეგ შეიქმნა, ძირითადად პრეზიდენტის მიერ და გავრცელდა სოციალურ მედიაში. და სამწუხაროდ აქ ბევრ ადამიანს არ აქვს საკმარისი ცოდნა რომ გაარჩიოს სიმართლე და lies დიახ და ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური მედიის გავლენით ნამდვილად ვგრძნობთ რომ აქ აუდიტორიის ეს ნაწილი ისინი სინამდვილეში არ უჭერენ ისრაელს მხარს. პირიქით შეგიძლიათ ნახოთ ანტისემიტური ნარატივები, რომლებიც შუა საუკუნეებიდან მოდის. მართლა რთულია ამის ნახვა. და ვფიქრობ ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება. კი, ნამდვილად ბევრი საქმე გელით წინ, მაგრამ ელჩო ვივიენ აიზენ გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ამ ახალ ძალიან მნიშვნელოვან როლში როგორც ელჩი. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. E24 News-ზე და გაგვიზიარეთ თქვენი პირველი დღეების გამოცდილება ახალ პოსტზე. დიდი მადლობა მოწვევისთვის და იმისთვის რომ მომეცით შესაძლებლობა თქვენთან მესაუბრა. მადლობა, ნახვამდის, მშვიდი ღამე.